ძალიან ბევრს აქვს ჩთაბეჭდილება, რომ ტესტირება არის მარტივი. არ არის მარტივი, რადგან გაჩენ რა პროდუქტს ამოწმებ, კი ბატონო, მაგრამ იმისთვის რომ შენ თქვა თამამად, რომ მე პროდუქტი გავტესტე, რომ მე კრიტიკული კატეგორიის ხარვეზები ვიპოვე, უნდა შეხედო ძალიან სხვადასხვა კუთხით ამ პროდუქტს. იქნება უეჭველი იქნება სიტუაცია, რომ ხედავ რომ დაზეპირებული აქვს უბრალოდ რა. კი, იმასაც ხედავ ხოლმე, რომ სათვალის ანარეკლში გახსნილია. სათვალე მაინც მოიხსენი. ვერ ხედავთ. თეორია რაც არის TQB ადგენს სერტიფიკატებისთვის, იგივე თეორიაზე დაყრდნობით, უფრო მრავალფეროვანი გამოცდების შემოთავაზება შეუძლია ჩვენთვის და ერთ-ერთი მათგანი არის FRQ practical testeri. ავტომატიზაციაში წავაწყდი პირველად მაგ პრობლემას. როდესაც კომპანიაში მუშაობდი, წელიწად ნახევარი. მოგესალმებით, მეგობრებო, თქვენ მოხდით JOS TQB Talks podcast-ზე. დღეს ვიწერთ ახალ ეპიზოდს. როგორც ხედავთ, ახალ გარემოში მოვხვდით, ფერები, კედლები ცოტა განსხვავდება. Pro სასიამოვნო არის თვალშიც და ზოგადად გარემოთ ცოტა სხვანაირი, ახალი მიკროფონები, ორი ახალი კამერა და ახალი სტუმარი ყავს. დღევანდელი თემა არის დაკავშირებული უფრო სერტიფიცირებასთან, ბევრი საინტერესო სიახლეები არის ამ სფეროში დღესდღეობით და მაგიტო ზუსტად მარიამ გოგინავა მოვიწვიე ჩვენ პოდკასტზე, რომ ამ თემაზე გვესაუბრა. რატომ მოვიწვიე მარიამი? ცოტა ხანში გავიგებთ. მარიამმა საინტერესო სერტიფიცირების გამოსდა ჩააბარა. ორიოდე სიტყვა ჩვენზე ერთი რომ ჩვენი გუნდის წევრი არის, JOS TQB-ის გუნდის წევრი არის და მარიამ, მოდი გაგვეცანი, სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდეთ. კი ბატონო, გამარჯობა. მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ მარიამი, ამ ეტაპზე დასაქმებული ვარ კროკობეთის კომპანიაში QA chapter head-ის პოზიციაზე, როგორც შენახსენე, JOS TQB-ის საბჭოს წევრიც ვარ. გარდა ამისა, BTU-ს უნივერსიტეტში ვასწავლე როგორც მანუალის, ასევე ავტომატიზაციის კურსებზე, ბაკალავრი და მაგისტრატურა ორივეზე ვკითხულობ ლექციებს. დამატებით კიდევ Software-ის აკადემიაში ვარ ლექტორი და პლუს კონსულტაციას უწევ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს ტესტირების მიმართულებაში. ეს არის რაც შემიძლია ჩემზე მოყვე. და შეგვიძლია ალბათ გადავიდეთ უკვე. რა თქმა უნდა, რეალურად აი შენი რეგალიიდან გამომდინარე ხო, რატომ გადავწყვეტე რომ შენთან ერთად მესაუბრა ზუსტად ამ თემაზე. სერტიფიცირება ზოგადად ანუ განათლების თემა არის, წინსვლა, რაღაც ახალი სწავლება, რაც შენი თავისთვის დამტკიცება და ბევრი სხვადასხვა რაღაცის მანიშნებელი არის, ხო? შენ ზუსტად ამ სფეროში გამოცდილება, ან სხვა ხალხს ასწავლი, რაც მომავალ თაობას ასწავლი, თუ გინდა რა თქვა, ან upscaling-ის თავის ლეველების, ხო? ასევე ძალიან საინტერესო სერტიფიკატის მფლობელი ხარ. ვისაუბრებთ მაგაზეც მივალთ ახლა მანდ. მაგრამ ზოგადი თემა რას მინდა რომ დღეს შევეხო, იცი, არის აი დავიწყოთ უბრალოდ სერტიფიკატების ღირებულებაზე. ან საერთოდ გავუსვათ ხაზე ეს სერტიფიკატი ბოლოს რა არის. ზოგმა შეიძლება არც იცის, ხო? მაგალითად აი CTFL რა არის, რისთვის არის და შენ ხარ ჩაბარებას აპირებ ცოტა ხანში, ეგეც ვიცი. და ხო აი სერტიფიკატი, CTFL-ის სერტიფიკატი რა არის? მოდი აი ჯერ გამეხელოთ ეგ თემა. Okay, no CTFL-ის სერტიფიკატი ეს არის Certified Test Foundation Level. სერტიფიცირება ძირითადად მანუალ ტესტერებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ, რომელიც თეორიულ ცოდნაზე არის დაფუძნებული. მაგალითად, ISTQB-ის სილაბუსი, რომელიც CTFL-ისთვის არის განკუთვნილი, თუ ამ სილაბუსს დაამუშავების სწავლი, შეგეძლება CTFL-ზე გახვიდე და ჩააბარო. ეს სერტიფიკატი ემსახურება იმას, რომ ეს არის ერთგვარი დასტური დამსაქმებლისთვის და მარკეტზე, რომ შენ კარგად იცი თეორია მანუალური ტესტირების, გინდა ავტომატიზაცია იყო, გინდა მენეჯერი იყო, გინდა რა ვიცი, ანალიტიკოსი, QA ანალიტიკოსი, ან დამწყები მანუალ ტესტერი. ამ სერტიფიკატის ჩაბარება არის ერთგვარი დასტური იმისა, რომ შენ თეორია კარგად ისწავლე, ასე ვთქვათ, პრივილეგია გაქვს გასაუბრებებზეც, რომ ნაკლებად შეგაწუხებენ ზედმეტი თეორიული კითხვებით, რაც მე გამომიცდია მაგალითად, მიმდინარე სერტიფიკატების ფონზე, ნაკლებად შეგაწუხებენ აი ამ თეორიული კითხვებით, იმიტომ რომ უკვე იციან, რომ რადგანაც ეს სერტიფიკატი შენ ჩააბარე, ესე იგი გაქვს ტესტირების foundation-ის ცოდნა. არ გაწუხებენ ზედმეტი არც ტესტების ჩაბარებით, არც
ესეც მე თეორიulis გამოკითხვით. უბრალოდ ეს არის შენი საბუთი, შენი თავის წინაშე პირველ რიგში, რომ მე ვფლობ ამ სერტიფიკატს და ეს არის ჩემი დასტური იმისა, რომ მე კარგად ვიცი ჩემი საქმე და პლუს მარკეტზე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ხდები ხოლმე. აი, მე ყოველთვის ეგეთი კითხვა მაქვს ხოლმე, მაგალითად, პირველად რო გავიგე CTFL-ის სერტიფიკატზე მაგალითად, ხო? მაგაზე არც მანამდე არც მიფიქრია იმაზე, რომ აი რაღაც სხვა მიმართულებებს თავისი სერტიფიკატები აქვს და შეიძლება რომ ჩააბარო და რაღაც კვალიფიკაცია და ჩემი პირველივე შთაბეჭდილება როცა აი თეორიას და ეს ტრაცებს შევხედე, რაში მჭირდება? ზოგადად აი საიდან მომდინარეობს ეგ, ხო? რომ ხშირად არ ითხოვენ მაგალითად ქართულ ბაზარზე მე როცა ვიწყებდი აი 5 წლის წინ მაგალითად ჯერ კიდე ვაკანციას რო უყურებ არ წერია ახლა რომ აი ჩვენ გვინდა რომ CTFL-ის სერტიფიკატი გქონდეთ აღებული ტესტირებაში ან რაღაც Python developer-ი თუ უნდა ვიღაცას იქ არ წერია რომ სერტიფიკატი რო გქონდეს კარგი გქონდეს და თითქოს გასაუბრებებზეც ჯერჯერობით არ მოუთხოვიათ თუმცა სხვა მხარეც არის რაზეც მინდა რომ შევეხო ანუ ეხლა თითქოს რაღაცა ცოტა რაღაცები შეიცვალა რომ ცოტა უფრო მეტი მხდება ხოლმე მაგალითად remote job-ებზე არასაქართლოში კარგი იქნებოდა რომ რაღაც სერტიფიკატი გქონდეს ანუ რაღაც benefits გაძლევს შენ რა გამოცდილება გქონია გახსენე რა რომ ამის გამოცდილებაც გქონია ანუ შენთვის ეგ გასაუბრება როგორ ჩაიარა რაღაცა კონკრეტული სერტიფიკატი რო გაქვს ან სიტყვაზე შენ სატარებს ხოდესმე ხო გასაუბრებებს შენ კომპანიაში ანუ ეს შენთვის როგორი რა განსხვავებაა მაგალითად ადამიანს შორის რომ აი ორი ერთნაირი კანდიდატი ყავს ამას აქვს სერტიფიკატი ამას არ აქვს სერტიფიკატი ანუ არჩევანს როგორ აკეთებ დავიწყებ იქიდან უშუალოდ მარკეტზე რა მოთხოვნა არის შენ სწორად ახსენე ქართულ მარკეტთან დაკავშირებით ბევრი ქართული კომპანია ძალიან განსხვავებული კადრები ყავს ყველას ზოგმა შეიძლება აი მხოლოდ თეორია იცოდეს და მხოლოდ ფრონტენდის ტესტირებას აკვირდებოდეს ზოგმა რომელმაც ბექენდი იცის და ბექენდის ტესტირება იცის შედარებით უფრო ღირებული კადრი ხდება ხოლმე მე საქართველოს მარკეტზე ქართულ კომპანიებში მე რაც მინახავს ყოველი შემთხვევისთვის მართლა არ ითხოვენ ძალიან ამ სერტიფიკატებს, იმიტომ რომ ურჩევნიათ, ყავთ კადრი, რომელმაც იცის, რომ task-ში წერია, ეს უნდა მუშაობდეს, შეუძლია შემოწოს ეს მუშაობს თუ არა და იმის იქით დიდად არ აინტერესებთ, ამ კაც რამე სერტიფიცირება აქვს თუ არა, გინ ტესტერი იყოს, გინ დეველოპერი, გინ მენეჯერი, ან ასე შემდეგ სხვა უფრო მაღალი როლის ადამიანი. მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე როგორც შენახსენე, remote-ებს გავუსამხას და კიდევ აი რელოკაციებსაც არის შესაძლებელი იმ ტიპის კომპანიებზე. Remote სამსახურებში რო დააკვირდა იქ აწერია you'll be shortlisted for the interview if you have CTFL მაგალითად ანუ თუ გაქვს რაიმე ტიპის სერტიფიკატი რომელიც ადასტურებს შენს ცოდნას მაშინ შენ უფრო აი თუ გასაუბრება 5 ნაბიჯისგან შედგება შენ გაავლე სიტყვაზე 3 ნაბიჯს ამ გასაუბრების და შედარებით უფრო მარტივად მიხვალ მომდევნო ეტაპებამდე თუ შენი მიზანი არის რომ არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე იმუშაო არამედ საერთაშორისო მარკეტზე გახვიდე გქონდეს შანსი რომ რელოკაციით გადახვიდე სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ რატომაც არა. მაშინ გჭირდება სერტიფიკატები. ჩემი მიზანი ამ ეტაპზე სწორედ ეგ არის და CTFL-ი აქამდე ჩაბარებული არ მქონდა, რადგან ფიზიკურად დრო არ მქონდა ჩემი ძველი სამსახურების და სამუშაო საათების ფონზე თვით განვითარებისთვის არ მქონდა დრო, რომ სერტიფიკატებისთვის მიმეხედა. ახლა მაგალითად ტრელოზე მაქვს ჩამოწერილი რაღაც სია და თანმიმდევრობა მიწერია, რომელი სერტიფიკატი, რომლის მერე მინდა რომ ავიღო, რადგან პირველ რიგში ვთვლი, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაც არის, როგორც chapter head-ის, რომ მე უნდა დავტესტო ჯერ ეს სერტიფიკატები, რამდენად ღირებულებას მომცემს და რამდენად გამეხსნება კარი საზღვრებს გარეთ სიტყვაზე და შემდეგ უნდა შთავაგონო ჩემი გუნდის წევრებს, რომ მათთვისაც მნიშვნელოვანი არის ეს სერტიფიკატები, რომ თავიანთ სფეროს პროფესიონალები გახდნენ. რაც შეეხება გამოცდილების დაწილს, მაგალითად, რამდენიმე გასაუბრება მქონდა ბოლოს საერთაშორისო მარკეტის კომპანიებთან, რომლებსაც ეწერათ ვაკანსიის აღწერაში, რომ CTFL-ის სერტიფიკატი უეჭველი უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ CTFL-ი არ ამიღია, მაგრამ ვაპირებ CTFL-ზე გასვლას, სხვა სერტიფიკატი რაც მქონდა აღებული, ავუხსენი ამ სერტიფიკატის ღირებულება. თვითონაც იციან, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ახალი სერტიფიკატი არის, იციან, რასთან დაკავშირებით არის ეს ყველაფერი და შედარებით, დადებითად განეწყენ ამის მიმართ. დამატებითი ბონუსებიც არის ამაზე, ნეტ ანაზღაურების გარდა არის დამატებითი ბონუსები, რასაც იძლევა ხოლმე კომპანია, როდესაც რაღაც საერთაშორისო სერტიფიკატი
გაქვს. რამდენი სერტიფიკატიც არ უნდა გქონდეს, ჩათვალე იმდენჯერ მინიმუმ $100 შეიძლება მოგიმატონ საერთაშორისო კომპანიაში. გარდა ამისა, თუ კი გექნება სურვილი რომ გააგრძელონ სერტიფიკატების ჩაბარება, კომპანიების უმეტესობა სადღაც წელიწადში 2 სერტიფიკატს გიფინანსებს იმისთვის, რომ უფრო მეტად მოთხოვნადი კადრი გახდე თვითონ კომპანიის ფარგლებშიც კი. წახალისების ნაწილი ძალიან ბევრ კომპანიას აქვს ხოლმე, მიყვარს როცა ეგეთი არის მაგალითად სხვები რაღაც სხვა კურსებს საფინანსებენ ხოლმე სპეციალურად რომ სერტიფიკატი ჩააბარო და ასე შემდეგ, ხო? იმ სხვადასხვის რაც გითხე იმაზე, აი მაგას ვამბობ ხოლმე ხშირად მაგალითად უნივერსიტეტის გამოცდილებაზე. ახლა მაგალითად IT სფეროში ძალიან ისეთი მოსული თემა არის, რომ რაში მჭირდება უნივერსიტეტში ჩაბარება, დიპლომი არ მინდა, იმიტომ რომ არაფერს არ მაძლევს სიტყვაზე, არ ითხოვენ და ასე შემდეგ, მაგრამ აი როცა წეგან რა კითხვას დავსვირო, სხვავენ ასეთ კითხვას, რომ ყავს ორი ერთნაირი კანდიდატი, ერთ დიპლომი აქვს, ერთს არა, როგორ არჩევ, აი სერტიფიკატების სახით, ანუ შენ როგორ განარჩევდი მაგას? ნეგატი კანდიდატები როცა მოდიან ხოლმე ჩვენთან, აი პირველ რიგში განსხვავებული ტიპის გასაუბრებებს ვუტარებ ორივეს. მაგალითად, ვისაც არ აქვს სერტიფიკატი აღებული, იმას უფრო მეტად წურავ თეორიული მასალებით და პლუს ვეუბნები რაღაც use case ამოცანებს, რაც მინდა რომ ამომიხსნას. პირდაპირ ეთერში ასე ვთქვათ და მაინტერესებს რამდენად თუ მეუბნება რომ მაქვს თეორია წაკითხული, მაინტერესებს რამდენად შეუძლია ამ თეორიის პრაქტიკაში გამოყენება და პლუს ორივეს ვადარებ ერთმანეთს, იცის თეორია და იცის თუ არა მისი გამოყენება პრაქტიკაში. თუ გვერდზე მიზის კადრი, რომელსაც ისედაც აქვს სერტიფიკატი ჩაბარებული, კი რჩება შედარებით განსხვავებული შტაბის შეიძლება რომ ამ ადამიანს ზედმეტი თეორიული კითხვა არ უნდა დავუსვა, მაგრამ მე პირდაპირ შემიძლია გადავიდე აი ამ თეორიული კითხვების ფონზე, რაღაც პრაქტიკული ამოცანები შევთავაზო და რამდენად იყენებს ამ ყველაფერს პრაქტიკაში. ხო არ აქვს ზედმეტად დაზეპირებული ყველაფერი და რამდენად შეუძლია ორივეს ერთად, ასე ვთქვათ, შერწყმით გამოყენება. მაგრამ ამ მქონია მომენტები, როდესაც აი დაზეპირების ნაწილი რო ვახსენე, კადრი, როდესაც რაღაც თეორიას კითხულობს და შემდეგ უბრალოდ გადის სერტიფიკატზე, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ უფრო მეტად ღირებული იქნება, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, მან მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ რაც წაიკითხა შეუძლია მისი განსხვავებული კუთხით გადმოცემაც, არ მჭირდება მაგალითად მხოლოდ ISTQ-ის დაზეპირებული თეორია, რაც რა არის ფუნქციონალური ტესტირება, მაგალითად ეგ რო დამიზუთხო და გადმომიტანო. მე მჭირდება ვიცოდე, რამდენად შეგიძლია შენ ამ ყველაფრის გამოყენება, როცა მე რაღაც ამოცანას მოგიყვები. მაინტერესებს პრაქტიკაში რამდენად იყენება ამ ყველაფერს. მხოლოდ სერტიფიკატი შეიძლება უფრო short list-ით გასაუბრებაში გადავიყვანო ეს ადამიანი, მაგრამ მას შეიძლება აჯობოს იმ ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება უფრო მეტი აქვს და თეორია ნაკლებად იცის, იმიტომ რომ ასეთ ადამიანებს უფრო მეტი შეხება აქვთ ხოლმე რაღაც განსხვავებულ თულებთან, რაც შეიძლება კომპანიის გარეთ იყენებენ და ესეთ თულებთან აქვს შეხება. შეიძლება კომპანიაშიც აქვთ რაღაც ხელსაწყოები, რაც უფრო მეტად ეხმარება თუ თავიანთი ცოდნა გაირღვევან. და კადრები, რომლებიც მხოლოდ CTFL-ზე არიან ორიენტირებულები და თეორიული ცოდნის ნაწილზე, უფრო მეტად ჩერდებიან მხოლოდ ფრონტ-ენდის ტესტირების ნაწილზე. არ ვიცი, რატო ხდება ასე მართლა, ვერ ამოხსენი დღესდღეობით, მაგრამ აი სტატისტიკა ამაზე მეტყველებს. ბოლო სადღაც 3 თვის განმავლობაში 100 კადრს მაინც შევხვდე, გასაუბრება მაინც ჩავატარე და ყველა ვინც ISTQ-ზე დაფუძნებული ტრენინგები გაიარა, მხოლოდ ფრონტ-ენდის ტესტირებაზე არიან მიმართულები. კი, ამით უნდა დაიწყო. და რავი, 1 წელი ან 2 წელი რო გავა, შეიძლება პროფესიონალი გახდე ფრონტ-ენდის ტესტირების ნაწილში, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ აი, რასაც CTFL-ი გვასწავლის, მხოლოდ ფუნქციონალური ტესტირება ხომ არ არის, ეს არის არაფუნქციონალური ტესტირებაც. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ხრივაც განვითარება, იმიტომ რომ შენ თუ ამის თეორია ჩააბარე, იმის კითხვა მაინც უნდა გაგიჩნდეს, ახლა ეს რაში გამოვიყენო, მაგრამ მხოლოდ გასაუბრებებში, არამედ რაღაცნაირად აი თვით განვითარების კუთხით უფრო მეტად უნდა დახვეწო. და რეალურად ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა სერტიფიკატებთან თვითონაც არის ხოლმე, რომ სერტიფიკატი რეალურად და სერტიფიკატის მომზადება სუფთა თეორიული ნაწილი არის. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც გამოცდებში, როდესაც შემოსახაზი კითხვები მოაქვს ხოლმე, იმის ალბათობა, რომ 4 კითხვია, 4 სავარაუდო ვარიანტში რაღაცას გაარტყავ, ძალიან მაღალია და იქ მას არნიშნავს, რომ ისწავლე. მან ძირითადად არის ხოლმე დიდი
დიდად დამოკიდებულია იმაზე, რომ ანუ შენ თვითონ იყო ისეთი ტიპი, რომ გინდოდეს განვითარება და მაქსიმალურად ჩაწვდე მაგ კითხვებს და რაღაც ახალი გაიგო, რომ მე გამოიყენო. სხვა შენ რაც თქვი ფრონტის თემაზე, მე ვთვლი, რომ პრობლემა არის უფრო იმაზე, რომ foundation-ი არ ფარავს დიდად back-end-ის ნაწილს. Foundation-ი არის უფრო საწყისი დონე, ანუ პირდაპირ საწყისი დონე არის, რომელიც გეუბნება, ნახე, QA-ში, ტესტირებაში, გვაქვს ესა და ესა და ესა და ეს, რაღაცა requirement-ების დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს ესა და ესა და ესა და ეს, მაგრამ არავინ არ გეუბნება იმაზე, რომ აი back-end-ის ტესტირებისას, სიტყვაზე რაღაც API ტესტინგის დროს, რომ ცოტა ჩაოლობრივად რომ get request-ზე რომ response 201 რომ მოგდის, ეგ არ არის საკმარისი, რომ თქვა, რომ იცი მე გავტესტე და მორჩა ყველაფერი, ხო? და მაგაში უფრო აი ეხმარება ხოლმე პრაქტიკული ნაწილები. სხვათა შორის ანუ საინტერესო აი სერტიფიცირებაზე, даже ელემენტარული, როდესაც Selenium-ის გამოცდა მაქვს ჩაბარებული, Alliance for Qualification-ის Selenium-ის სერტიფიკატი მაქვს აღებული. მანდაც კი შემოსახაზი პასუხები იყო. ერთადერთი ალბათ დადებითი მხარე მაქვს სერტიფიკატის მე რაც დავინახე, იყო ხოლმე რომ რაღაც მომენტებში ანუ კოდის ჩანკები იყო რაღაც იქ სიტყვაზე საიტის დომი იყო მოტანილი და აბა რაღაც ამ კონკრეტულ ელემენტს როგორ ჩაწვდებოდი. ან მაგ ფრივ საინტერესო შეგიძლია თქვა რომ პრაქტიკულია და გამოყენებადი და რაღაც ისწავლებადი. დანარჩენი ცოტა ისეთი კითხვები იყო რა რაღაც ბიზნესის ამ სცენარში რატო არ უნდა გამოიყენო ეს თული და ასე შემდეგ და მე ვფიქრობ მოიცადე ანუ kind of make sense, მაგრამ მართლა მჭირდება ეს ვიცოდე სერტიფიკატის დონეზე. აი პრაქტიკულობა დიდი პრობლემა არის. მაგრამ საინტერესო რა არის და რაზე მინდოდა შენთან საუბარი ზუსტად დღეს, რომ ჩვენ თქვით CTFL-ი სუფთა თეორია არის შემოსახაზი კითხვებით, მაგრამ ამ ბოლო დროს ისევ A4Q Alliance for Qualification-მა გამოსცა ახალი სერტიფიცირების სახე. თავისი მხრიდან ახალი სერტიფიკატი, რაც არის practical tester-ი. ორი სიტყვით უბრალოდ რომ თქვათ, რომ ხალხი არ დაიბნეს იმ მხრივ, რომ Alliance for Qualification-ი საერთოდ რა არის და ISTQ-ს და რა კავშირი აქვს, თან რითი განსხვავდებიან და აი რომ მოგვიყვე practical tester-ის შესახებ რა არის ეგ საერთოდ. Alliance for Qualification ეს არის ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ტიპის სერტიფიკატებს სთავაზობს ტესტერებს, მანუალები იქნებიან ეს ავტომატიზაცია, მენეჯერები თუ ასე შემდეგ. ISTQ-ის და მათი კავშირი არის, რომ თეორია რასაც ISTQ ადგენს სერტიფიკატებისთვის, იგივე თეორიაზე დაყრდნობით, უფრო მრავალფეროვანი გამოცდების შემოთავაზება შეუძლია ჩვენთვის და ერთ-ერთი მათგანი არის A4Q Practical Tester-ი, რომელიც სრულიად არის დაფუძნებული CTFL-ის დონის თეორიაზე, მაგრამ რაც ხდის ამ გამოცდას ინოვაციურს არის, რომ მან შეიძლება აზროვნებას ამოწმებენ. ეს არის პრაქტიკული სერტიფიცირება, გამოცდა, რომელშიც შენ ამოცანები გაქვს მოცემული და უნდა ჩაწერო შენი გადმოსახედით, რა პასუხი არის სწორი, ჩვეულებრივ input-ი არის მოცემული და უნდა ჩაწერო ეს ყველაფერი. და ანუ შენ მანდ უკვე ამოწმებ ის თეორიული ცოდნა, რაც მიიღე ISTQ-ის CTFL-ისგან, რამდენად შეგიძლია ამოცანებში ჩააქსოვო და რამდენად შეგიძლია ეს ყველაფერი უკვე პრაქტიკაში გადაიტანო. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ამ სერტიფიცირებას ახასიათებს. გარდა ამისა, განსხვავებული რაც არის CTFL-ისგან, მაგალითად, ჩვენ როდესაც CTFL-ის გამოცდისთვის ვემზადებით, თვითონ ISTQ-ის საიტზე მოცემული არის რაღაც ტემპლეიტები, წინა ტესტები, ხო, მოქექსამ კითხვები, სადაც კითხვა-პასუხები მოცემულია ჩვეულებრივ ერთ PDF დოკუმენტში და ცალკე PDF დოკუმენტი არის ანექსის, სადაც პასუხები არის, სწორი პასუხები ჩამოთვლილი საკითხების მიხედვით. ამ მხრივ ვთვლი, რომ აი მომზადების პროცესიც ცოტა დამღლელია. აი მაგალითად, აი სადღაც 40 კითხვა არის დაახლოებით CTFL-ის გამოცდაზე და თითოეული კითხვისთვის რომ მოემზადო, თვითონ აი ამ მოქეგზამების ვარიანტი არის 5-ზე მეტი მინიმუმ არის მაგათ საიტზე მოცემული და ამ გამოცდისთვის რომ მოემზადო, წარმოიდგინე თითო PDF-ი უნდა გახსნა, შენთვის ცალკე ჩაინიშნო, თითოზე პასუხი, რაღაც მომენტის მერე იღლები, გბეზრდება, შეიძლება ითქვას ეს მეცოდინეობის პროცესი, იმიტომ რომ მე კიდე ცალკე PDF-ი უნდა გახსნა ამ სწორი პასუხების და იქ უნდა შეადარო შენ რაც ჩამოწერე, სათითაოდ ყველაფერი იმას.
კი, CTFL ეგრევე გიბრუნებს შენ გამოცდაზე პასუხს თუ რამდენი პროცენტი აიღე და სერტიფიკატიც მალე მოდის შენამდე, მაგრამ აი ის მომენტი არის ჩვენგან დაფარული, ასე ვთქვათ, რომ არ იცი რამდენად სწორი ნაბიჯებით მიხვედი შენ ამ პასუხამდე და შეიძლება მართლაც უბრალოდ გამოიცანი რა არის სწორი პასუხი, იმიტომ რომ დაიღალი უბრალოდ მომზადების პროცესში და A4Q-ს რაც შეეხება, მაგათ აქვთ ცალკე თავიანთი პლატფორმა, სადაც ამოცანები არის მოცემული და შეგიძლია იმეცადინო სანამ გამოცდაზე გახვალ. ამ ამოცანებში იდენტური არის რაც გამოცდა და პასუხს გებრუნებს ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის პასუხების სქემა არის პირველი ახსნა, რა ტიპის პასუხით შენ დაუბრუნე, რამდენად რელევანტური არის იმ ამოცანის, რაც გქონდა მოცემული. მეორე არის რეკომენდაცია, რა შეიძლება რომ გაუმჯობესო იმისთვის, რომ შენ პასუხი უფრო სრულფასოვანი გეწეროს და მესამე პუნქტი არის მოსალოდნელი პასუხი, რასაც შენგან სისტემა მოელის იმისთვის, რომ შენ გეწეროს შემდეგ გამოცანებში. ეს პლატფორმა ჩვენ გვეხმარება დამოუკიდებლადაც მოვემზადოთ გამოცდისთვის. არ არის დამღლელი, მე როდესაც ვემზადებოდი ამ გამოცდისთვის, პირიქით ერთი ამოცანა რამდენჯერმე შევასრულე, იმიტომ რომ მიყვარს, როდესაც ყველაფერი დალაგებულად არის ხოლმე გამართული და ყველაფერი სრულყოფილად რომ მიწერია. შესაბამისად, თვითონ ეს გამოცდების ნაწილი, გამოცდის სიმულაციის ნაწილი უფრო მეტად მოქნილი არის და ეგრევე აი ტაიმერსაც გინიშნავს, ეგრევე შეგიძლია გამოცდის დასრულების შემდეგ მიიღო უკვე კავშირი სათითაოდ ყველა კითხვაზე და შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენო, გაუმჯობესო შენი უნარები, სანამ გამოცდაზე გახვალ უშუალოდ. ხო, პრაქტიკალ ტესტებზე უშუალოდ მე და შენ აქამდეც რა თქმა უნდა ნასაუბრები გვაქვს ამაზე, რაღაც კითხვები მქონდა, იმიტომ რომ მე პირადად არც ჩავხედი რა გამოცდა არის, რა სერტიფიცირება აქვს და მithmetes ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ ჩამიბარებია. მაგიტომაც ვთვლი მე მაინტერესებს და სხვებსაც ახლა აინტერესებთ ეგ თემა. განსაკუთრებულად იმიტომ რომ მან მარკეტინგი მაგ სერტიფიცირების წამოვიდა იმით რომ აი ხელოვნური ინტელექტი არის ჩართული თვითონ რაღაც პროცესში, ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნური ინტელექტი ძალიან ხშირად იყო ნახსენები. თავიდან მე მაგალითად ძალიან დამაბნია მაგ განცხადებამ და ამდენჯერ ხელოვნური ინტელექტის ხსენებამ და კიდე ჩაგეკითხე კიდეც. აქვე რომ მაგიტომ რომ დავაძუსტო კიდე. წეგანოს თქვი გამოცდაზე. ანუ აქ რეალურად ორი ნაწილი არის, ხო? თვითონ გამოცდა, რასაც პრაქტიკალ ტესტერი სასაბარებ და მან გამოცდაზე, ანუ ჩვეულებრივი გამოცდა არის, ხო? ერთადერთი რაც ფიქრი განსხვავება არის, რომ რავი, input field-ები არის სავარაუდო პასუხების მაგივრად, ხო? და რაღაც ჩემ თეორიულ ცოდნას, ჩემ პრაქტიკულ ცოდნას მანდ ვიყენებ. აი ეს ხელოვნური ინტელექტის ნაწილზეც რომ ხაზი რო გავუსვათ, უბრალოდ გასაგები რო იყოს. ანუ გამოცდაზე ხელოვნური ინტელექტი არ არის გასაგებია. ხელოვნური ინტელექტი რაში გეხმარება მაინც? ხელოვნური ინტელექტი გეხმარება შენი მეცადინეობის დროს, შენი შეთავაზებული პასუხები რამდენად სწორი არის, რამდენად ემთხვევა ამოცანის იმ სქემას და იმ კონკრეტულ კითხვას, რაც ამოცანაში არის დასმული და გეხმარება მეცადინეობაში უბრალოდ რეკომენდაციას გაძლევს, რა შეგიძლია გადაიმეორო თეორიაში, რომ შენი პასუხი უკეთესი გახდეს და არ წერ ბრმად შენ პასუხებს, ანუ ჩათვალე ყავს რაღაც AI მენტორი, რომელიც 24/7-ზე ხაზზე არის და გეხმარება შენი უნარების გაუმჯობესებაში, სანამ თვითონ გასაუბრებაზე გახვალ, კი არა და გამოცდაზე გახვალ. და უშუალოდ გამოცდაში ხელოვნური ინტელექტი არ არის ჩართული, როგორც შენ ახსენე, ეს ამან ძალიან დიდი დაბნელობა გამოიწვია, შეიძლება ცოტა არასწორად მივიტანეთ მაყურებლამდე ეს ინფორმაცია, მაგრამ მაშინ მიგვაფასებს. როდესაც დაასაბმითებ ამ შენს გამოცდის კითხვებს, ეს ყველაფერი მიდის რეალურ ადამიანთან, რომ მან გადახედოს პასუხებს და შეგაფასოს. რეალური ადამიანის შემდეგ გიბრუნდება თავისი ფიდბექით და გიწერს რომელ საკითხში რამდენი პროცენტი დააგროვე. არ არის ეს ფიდბექი დეტალური, აი მაგალითად რაღაც 80% თუ დააგროვე, ის 20% რაში დაგაკლდა. თავდაპირველი შეფასება ასეთ დეტალური არ არის, მაგრამ შენ გაქვს იმის საშუალება, რომ მიწერო ისევ ამ ადამიანს და მკითხო რაღაც დეტალები, მაგალითად რატო დამაკლდა ამაში ქულა, რომ იქნებ გავითვალისწინო, ან იქნებ ხელახლა მომიდეს ჩაბარება და ჩვეულებრივ პასუხობენ შემდეგ ეს ადამიანები. ანუ რეალური ადამიანი
მან ხედავ შენ საზროვნებას, შენ მაგალითად არ უნდა ჩაწერო ძალიან მოკლე პასუხები. თუ მაგალითად ამოცანა გეკითხება, აი რაღაც სრული მნიშვნელობის ანალიზის ამოცანა შეიძლება იყოს მოცემული და გკითხონ რა არის მინიმალური, მაქსიმალური ზღვარი და 2-point boundary value analysis მნიშვნელობები რას წარმოადგენს. შენ მხოლოდ ციფრები არ უნდა ჩამოწერო, მაგალითად 1 2 3 4 ეს რო ჩამოწერო, მეც ვერ მივხვდები შენ რა იგულისხმე, რომელი იგულისხმე დადებითად, რომელი უარყოფითად. შეიძლება მე ვიცოდე რომელი არის სწორი, რომელი არა, მაგრამ მე მაინტერესებს შენ როგორ აზროვნებ ამ მიმართულებაში. ამიტომ მცირედი რაღაც ტექსტური ახსნა და სატესტო მონაცემები, რაც რეალურად გვჭირდება იმისთვის, რომ ეს პასუხი ჩვენ სწორად ჩაგვეთვალოს. ეს არის ამის უპირატესობა, მოკლედ რა. ხელოვნური ინტელექტი გეხმარება მეცადინეობაში და ეს არის შენი მენტორი, რომელიც შეიძლება არ იყოს 100%-იანი ზუსტი, რადგან ყველა ხელოვნური ინტელექტს აქვს რაღაც ნიუანსები, რითაც ChatGPT-ს მაგალითად ბოდიში რომ მოუხადო, შეიძლება გითხრას, რომ ხო შენ ხარ მართალიო და არა მე და ესეც არ გამოირჩევა 100%-იანი სიზუსტით. უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მისი რეკომენდაციების ანალიზი და ჩვენი პასუხების დახვეწა, პასუხების ფორმატების დახვეწა. და თვითონ გამოცდაზე კი უბრალოდ უნდა ენდო შენს ცოდნას და ესე უნდა ჩაწერო პასუხები. ხო, მაგ მოდელებზეც ახლა ChatGPT რო ახსენე, მე ძალიან ყველა მიმართულებით რაღაცა ცოდნის ChatGPT არის, ან რაღაც AI მოდელი არის, რომელსაც რაღაც ერთ კითხვას რო დაუსვავ, სხვადასხვა კონტექსტებიდან რაღაც პასუხი შეიძლება მოგცეს, ხო? ეგეთი მოდელების უშუალოდ ჩემი მოწონება, რაში გამოიხატება ისაა, რომ უშუალოდ რაღაც ერთი მიმართულებით გაწუთვნილი AI მოდელი არის, რომელსაც კონტექსტი აქვს, რაღაც foundation-ის, QA-ის თეორია და მაქედან მოაქვს უშუალოდ პასუხები. ეხლა მაგას რო კითხო, როგორ გამოვაცხო ნამცხვარი ვერ გეტყვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის ის ეგრე გეტყვის, არ ვიციო, ან არ ეხება ტესტირებასო. და მაგ მხრივ ბევრად უფრო ზუსტი არის, ვიდრე ეხლა რო წახვიდე ChatGPT-სთან და რა ჩემი წარმოდგენით ალბათ რომ საინტერესო იქნება რა რას ფიქრობ, რომ დააჯიბრო ეგენ ერთმანეთს. რო აიღო ChatGPT და რო აიღო მაგათი მოდელი, რომელმა უკეთესად იცის ალბათ რავი თეორია, რომელიც ჩააბარებს. სხვადასხვა მიცდია, აი იგივე ამოცანა ჩავუგდე ChatGPT-ს, რაც მქონდა მე პლატფორმაზე მოცემული. ჩემი პასუხი რაც ჩავწერე და ChatGPT ვერა პასუხიც დამიბრუნა, აი ძალიან დეტალურ პასუხებს დაბრუნება ხო იცის თუ არ უთხარი რომ ჩამიტია რაღაც 20 სიმბოლოში შეიძლება ერთი PDF-ი დაგიბრუნოს პასუხი. ChatGPT-ის დაბრუნებული პასუხი რომ ჩავაკოპირე პასუხების ველში და რომ დავასაბმითე, 90% დამიწერა 100-ის ნაცვლად, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ზედმეტი ინფორმაციაც კი მიაწოდო, რასაც შენგან არ მოელის თვითონ აი ამ ხელსაწყოს ხელოვნური ინტელექტი და მაგაშიც ჩათვალოს, რომ აი ცოტა შორს წახვედი, მე ამას არ გეკითხებოდი და უფრო მეტად კონკრეტული პასუხები მჭირდება და მე ჩემი პასუხი რო ჩავწეროდნო უფრო შემოკლებული, აი კონკრეტული რაღაც სიტყვები ვახსენე, რაც კითხვაში იყო მოცემული, რაც ვიცოდი, რომ მისთვის აღქმადი იქნებოდა, მე 100% დამიწერა. თავისებურად ფიქრობს ორივე რა მთავარი რაც არის მაინც შენ როგორ ფიქრობ რეალურად და შენ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი რომ რეალური ადამიანი რომელიც შეამოწმებს შენს გამოცდას შენს აზროვნებას შეაფასებს და არა იმას რომ რაღაც ძალიან შორს წახვედი ფიქრებით ან ძალიან დააკელი რამე ინფორმაცია. ხო, რა, შენი ცოდნა, შენი გამოცდილება, რა, ყველა სფეროშიც ეგრე არის, ან დარწმუნებული ვარ შენთან გასაუბრებაზე ვიღაცა რა მოდის ხოლმე, ზოგს გექნება, უეჭველი გექნება სიტუაცია, რომ ხედავ, რომ დაზეპირებული აქვს უბრალოდ, რა. კი, იმასაც ხედავ ხოლმე, რომ სათვალის ანარეკლში გახსნილი აქვს ხოლმე საიტები. სათვალე მაინც მოიხსენი. ვერ ხედავთ. მე ლინზები რისთვის მოიფიქრეს, მაგისტრის მოიფიქრეს ზუსტად. ხო, ანუ, რავი, აზროვნების ნაწილი, მე ძალიან ხშირად ვიძახი ხოლმე მაგას, რომ განსაკუთრებულად, როდესაც ისეთ სფეროში ხარ, როგორც არის ხარისხის უზრუნველყოფა. ანუ ადამიანი ხარ, რომელიც აი ბასტიონი ხარ რა, აი დეველოპერსა და მომხმარებელს შორის. ანუ შენ ხარ ის ადამიანი, რომ აი მე ვთქვი, რომ ეს ხარისხიანი პროდუქტი არის, ესე იგი უშვებთ და მომხმარებელს აქ ხარისხიან. უბრალოდ ვერ ხვდები ხოლმე რატო ცდილობს ხოლმე ზოგი ხალხი რომ რაღაცნაირად შორტკათები აიღონ. ანუ იცი რა არის მსგავსად უბრალოდ ასწავლიან ადამიანებს. ძალიან ბევრს აქვს შთაბეჭდილება რომ ტესტირება არის მარტივი. არ არის მარტივი, რადგან რავი გაშენ რა პროდუქტს ამოწმებ კი ბატონო, მაგრამ იმისთვის რომ შენ
თქვა თამამად, რომ მე პროდუქტი გავტესტე, რომ მე კრიტიკული კატეგორიის ხარვეზები ვიპოვე, უნდა შეხედო ძალიან სხვადასხვა კუთხით ამ პროდუქტს. მაგრამ როდესაც ადამიანს ასწავლიან, რომ აი მოდი სამთვიანი ტრენინგი გაიარე, მხოლოდ თეორიას გასწავლი, ერთ ორ ამოცანას გაგაკეთებინა, შენ მაგარი ჯუნიორ ტესტერი იქნები. ეს თავისუფლება როცა რჩება ადამიანს გონებაში, იმის იქით შეიძლება აღარც გაიხედოს ერთ პროდუქტს, როდესაც ემუშავებიან და ეს პროდუქტი როცა არ აძლევთ მათ საშუალებას, რომ ბექენდი გატესტონ, ფრონტენდს შეეხონ, ეგრეთ ცოტა პერფორმანს ტესტირება შეეხონ, ცოტა უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონდეთ დეველოპერებთან, დებაგინგში მიიღონ მონაწილეობა. ზოგისთვის შეიძლება ეს სიტყვები, რასაც ახლა ვამბობ, უცხო იყოს საერთოდ და DevTools-ში არ იცის უმეტესობა, ზოგიერთი inspect element-ში ეძებს იქ HTTP request-ების გაგზავნოს და უბრალოდ არც ბევრი კომპანია არ იძლევა ამის საშუალებას და არც ბევრი აკადემია არ იძლევა ამის საშუალებას, რომ რეალურად გაცნობიერებინონ კადრებს რა არის ტესტირება. და მე ეს ყველაფერი ერთმანეთზე ეწყობა და ასე გამოდის. ხო, სხვათა შორის წელს Software Testers Days-ზე 9 სექტემბერს ერთ-ერთი სპიჩი იყო ზუსტად დაახლოებით მაგ თემაზე რა, რომ როგორ გავხდე, ანუ როდის არის საკმარისი რომ გავხდე senior QA-ო. თემა რაზე აღმოჩნდა რომ რაღაცნაირად ანუ სპიკერთან როდესაც საუბრობდი 2 წლის წინ რაღაცა ვახსენე და apparently I inspired it რომ ეგ თემა მაგ თემაზე რომ ესაუბრა ანუ რამდენი წელია საკმარისი რომ სინიორი გავხდეო და უბრალოდ მე რომ საუბრობდით და ეგეც რომ პრეზენტაციაზე რომ საუბრობდა ანუ მართლა რამდენი წელი გჭირდება იმისთვის რომ ისწავლო რავი ბექენდის ტესტირებაზე რა როგორ ხდება ადამიანურად ფრონტი როგორ იტესტება მობილური აპლიკაციები როგორ იტესტება რა განსხვავებაა ვებ აპებსა და სხვა აპებს შორის და ასე შემდეგ ხო აი ეგ ყველაფერი რაღაცა კარგი დიდი პაკეტი რო გქონდეს, რომ რამდენი არის რომ საკმარისიო. დღესდღეობით არის იცი როგორი რაღაცა, აი კომპანიაში რომ მიდიხარ, იმ კომპანიას რაღაცა მოთხოვნები აქვს შენთან. მე მინდა რომ შენ ტესტავდე ამას, მობილურ აპლიკაციას, მე მინდა რომ შენ ტესტავდე აი ამ თულით და იმის იქით რეალურად აღარ სწავლობენ მაგას. ანუ გამოცდილებას რო არ იღებ, მე რაღაც გარკვეულ სტაგნაციაში იჩითები. Yes. და რა ვიცი, აი ზუსტად ეგეთი რატომ მინდოდა რა ზუსტად რო განვითარებაზე და რატო დავაკავშირე სერტიფიკატებს ეს საუბარი, რომ როდესაც სიტყვაზე ზოგი იტყვის რა, რომ მე მაგალითად, აი, როდესაც ხედავ რომ კომპანია მეტი ვარაფერს ვეღარ მასწავლის ახალს, მივდივარ სხვა კომპანიაში. იმიტომ რომ იქ უკვე რაღაცა სხვა თულები გაქვს და სხვა შესაძლებლობები რაღაც ახალგაზრდა გასწავლიან და მე სხვაგან მიდიხარ ისევ და ასე იკრიბები რაღაც კარგი პაკეტი ტესტერის, მაგრამ ზოგს იმდენად უყარს კომფორტი, რომ შეიძლება 5-6 წელი ერთ კომპანიაში იყონ, რაც არ არის ცუდი რეალურად, ანუ არ ვიძახე რომ ცუდი არის, უბრალოდ ის არ არის, მაშინ რაღაც სხვა გზები უნდა იპოვო, რომ განვითარდე. მაშინ აი სერტიფიკატები, ეგეთი სერტიფიკატები და გააჩერო არანაირად და კი, შეიძლება მართლა იყო 5 წელი ერთ კომპანიაში და სტაბილურობა ცუდი არ არის. მაგრამ როდესაც გინდა, აი თუნდაც მეტი ანაზღაურება გინდა ერთი კომპანიის ფარგლებში. სიტყვაზე ხარ middle manual tester-ი, გაქვს 3000 ლარი ანაზღაურება და გინდა რომ 500 ლარით მოგემატოს ანაზღაურება და ამისთვის კომპანია გეწერს რაღაც გეგმას, რაღაც შეიძლება რაღაც თულები ჩამოგიწეროს, რომლის გამოყენების საშუალებას თორემ მაგათ პროექტში არ გექნება არასდროს. მე ეს დემოტივაციასაც იწვევს შენში, ამიტომ აი ჩემი პასუხი რა იქნებოდა მაგალითად იმაზე, როგორ უნდა გახდე senior ტესტერი, ან რამდენ ხანში შეგიძლია რომ გახდე 2 წელიწადში შეგიძლია გახდეს სინიორი, თუ კი ამის საშუალებას შენ ერთი პროექტი გაძლევს, თუ კი არასდროს არ აჩერებ თვითგანვითარებას და იმის იქით იხედები ფართო მასშტაბების შესწავლას იწყებ, რაც საერთაშორისო ბაზარზე არის საჭირო. და თუ კი რა თქმა უნდა გინდა რომ იყოს სინიორი, ანუ სინიორობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ რაღაც X წლები გამოცდილება გიგროვდება და სხვაზე უფრო მეტად იცი რა არის ტესტირების ტიპები და პირამიდა და ასე შემდეგ. ეგ არ არის სინიორობა. სინიორობა პირველ რიგში ჩემს წარმოსახვაში არის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი თავისი დაგროვილი ცოდნა სხვას გაუზიაროს. ეს უნდა იყოს მენტორი. ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და მთავარი განსხვავება junior manual tester-სა და senior manual tester-ს შორის, რომ ეს უნდა იყოს მენტორი აი ამ junior manual tester-ის. ამან უნდა შეძლოს დეველოპერებთან პირდაპირ კომუნიკაცია და თუნდაც ჩხუბი, უფრო ესეთი დიპლომატიური ჩხუბი, ვიდრე juniors ევალება ეს ყველაფერი. და
ორ წელიწადში ერთხელ მაინც რო იცვალო კომპანიები სხვადასხვა პროექტებზე რო გქონდეს შეხება, თუნდაც მხოლოდ ფრონტი იყოს და ბექენდ საერთოდ არ ეხებოდე. შენი აზროვნების უნარი გეცვლება, სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლად წარმოიდგენ შენს თავს. აი მაგალითად, საბანკო აპლიკაციებზე მიმუშავია, იქ განსხვავებული საბოლოო მომხმარებელი ყავთ target audience-ად, რომელთა ადგილასაც უნდა წარმოიდგინო თავი, რომ იპოვო რაღაც ხარვესები. E-commerce პლატფორმაზე მიმუშავია, იქ საერთოდ განსხვავებული კატეგორიის მომხმარებლები არსებობენ. ანუ ამ მხრივაც ივითარებს შენს აზროვნებას, უფრო ძლიერი ტესტერი ხდები და რაც უფრო გეხსნება გონება ამ მიმართულებით, მე უფრო და უფრო მარტივი ხდება სხვა ახალი ტექნოლოგიების შესწავლა. მე არ ვიძახი იმას, რომ აუცილებელი არის ფრონტენდის ტესტერმა ბექენდიც იცოდეს. თუ კი ადამიანს უბრალოდ არ უნდა ამ ყველაფრის სწავლა და მოსწონს ის, რასაც ახლა აკეთებს და ერთ კომპანიაში დარჩენა წლების განმავლობაში აწყობს, კი ბატონო, ეს მისი არჩევანია, მაგრამ როდესაც შენში დგება ის მომენტი, რომ უფრო მეტი გინდა, მაშინ ეს არის წინაპირობა, უფრო მეტი უნდა ისწავლო, სანამ მეტი ის მოთხოვნის საშუალება მოგეცემა. კი, აბსოლუტურად გეთახმება მაგაში და მე პირადად მაგას ავტომატიზაციაში წავაწყდი პირველად მაგ პრობლემას. როდესაც კომპანიაში მუშაობდი, წელიწად ნახევარი, სადაც რაღაც თავის internal tool-ი ჰქონდათ რა. იცის მარიამ არა კომპანია. და ანუ ნუ თვითონ თულის გამოყენების პროცესი ახლა არ ვიტყოდი რომ ძალიან დიდი სატანჯველი ისეთი პროცესი იყო თქო, მაგრამ რეალურად არ მაძლევდა იმ რეალურ ცოდნას, რაც მე გამომადგებოდა ჩემ კარიერაში. ანუ მე თუ მინდა რომ კარგი ავტომატიზაციის ინჟინერი ვიყო და რაღაც მომავალში რაღაც ძალიან მაგარ კომპანიაში ვმუშაო მაგარი ხელფასით, ან თუნდაც, რავი, როდისმე დაუბრუნდე იმავე კომპანიაში ისევ მაგარი ხელფასით და მერქვას რა, კარგი ავტომატიზატორი, კარგი ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი, უნდა მქონდეს ხელი მონაკიდი ერთხელ მაინც რაღაცა სხვადასხვა თულებზე, რაღაც ან როგორც მინიმუმ იმ დონემდე უნდა იყო მისული, რომ აი რაღაც ახალი თული ხარ რომ დაგიდო, არ დაგჭირდება 2 დღე, 1 დღე იმისთვის, რომ დაუმუღამო რა და როგორ მუშაობს, იმიტომ რომ განსაკუთრებულად აი სინიორი თუ მიდიხარ რაღაცა პროექტზე, შენგან მოლოდინი არის ის, რომ შენ მართლა სწრაფად შეგიძლია საქმეების გაკეთება, პრობლემების გადაწყვეტა, სხვებისთვის რაღაცის სწავლა, რა თქმა უნდა თუ ყავს სხვები, თორემე გამოცდილება მქონია რომ კომპანიაში მივედი და მეუბნებიან ისე შენ მარტო იქნები და მეთქი მარტო იქნები რას ნიშნავს. და ხა ეგეთი რაღაცეები, აი კიდე ერთხელ განვითარება, წინსვლა, მონდომება ძალიან საჭირო რაღაცა არის, რატომღაც ნაკლებობა არის, ანუ მეტობა არის ხალხის, ვისაც უნდა რომ რაღაცა ისწავლონ. ნაკლებობა არის ხალხის, ვისაც ესმის ის თუ რისი სწავლა უნდა და ნუ როგორ უნდა ისწავლოს, მე რაღაცნაირად მოვა და მოიტანს, მაგრამ ეს passion is სიყვარული საქმეზე რა. ნაკლებობა არის მაგისი და რა ვიცი, მე ძალიან მაწუხებს. ხო, მეც ანალოგიურად და ისევ გასაუბრებების ფონზე შემიძლია ვთქვა, რომ განსხვავებულ კომპანიებში, როდესაც მუშაობენ იმ კადრებს ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ცოდნა აქვთ დაგროვილი და უფრო მეტად ამბიციები ეზრდებათ, ვიდრე ერთ კომპანიაში მომუშავე კადრებს. შენ შეიძლება, რავი, შედა კომპანიაშივე გქონდეს იმის საშუალება, რომ მანუალიდან ავტომატიზაციაზე გადახვიდე და ამისთვის კომპანიამ სერტიფიკატები საერთოდ არ მოგთხოვოს და შეგიძლია მე ავტომატიზაციან დეველოპმენტში გადახვიდე, მაგრამ კიდე არ გემაინც ერთ პროდუქტზე მუშავები. ამ პროდუქტში შენი ლიმიტი, თუ კი რა თქმა უნდა ეცადე და გაქვს მაგისი ამბიციები, ძალიან მოკლე დროში ამოგეწურება. მე უბრალოდ თვალის დახამხავებას ვერ მოასწრებ, ისე გავა 5 წელი ერთ კომპანიაში, ერთ პროდუქტზე, ერთ თულებზე და წრეზე სიარულში, რომ გაგიჭირდება უბრალოდ სხვა კომპანიაზე მორგება. გინდ მე სერტიფიკატი აიღო, თუ აი აზროვნების კუთხით არ გაქვს არანაირი წინსვლა, გაგიჭირდება უბრალოდ სხვა განსაკუთრებულად იმ ერაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა და უფრო ვითარდება. ეხლა აგერ AI agent-ები შემოდის, უფრო ვიწრო მიმართულების რაღაც მოდელები არის, რომ ხვალ გეყოლება AI მოდელი QA ჩაგანაცვლებენ, იმიტომ რომ ჯუნიორი ხარ და არის ფიქრი იმაზე, რომ ტესტ კეისების გარდა რაღაც სხვა რაღაცა უნდა ისწავლო კიდე, უნდა ცოტა წინ წაიღო შენი ცოდნა და ასე შემდეგ.
კარგი, მარიამ, მადლობა მოსვლისთვის. მე ესეთი ფორმატი უფრო მომეწონა სიმართლე რომ გითხრა, აქამდე ცოტა სხვანაირი ფორმატის საუბრები გქონდა, თავიდან დივანზე ვისხედით, იმიტომ რომ ცოტა ნანუკას შეუსავით ვატარებდით ფორმატს, რაც ძალიან ლამაზი და სასიამოვნო იყო. მე ცოტა სხვა მაგიდაზე გადავედით, ეხლა აი აქ ვართ და ნახოთ როგორ წავა ეს ყველაფერი. ერთგვარი ექსპერიმენტი იყო სიმართლე გითხრა ეს ჩემთვის, ასეთ ფორმატში ჩატარება, მაგრამ მე უფრო თავისუფლად ვიგრძენი ესეთ თავი და უფრო საინტერესო დიალოგი გამოვიდა. ეს იშვიათია ხოლმე. კარგი, მადლობა მარიამ კიდე ერთხელ. მადლობა ჩვენ მაყურებლებს, ვინც გვიყურებს, ვინც ფიდბექს გვაძლევს და თვალყური ადევნეთ სიახლეებს, მალევე სხვა ეპიზოდიც გელოდებათ, იდეები უკვე გვაქვს, რაზე ვისაუბრებ სხვა ეპიზოდებში. ჯერჯერობით ისევ ამ სივრცეში ვართ ამ ფორმატით. და თვალყური ადევნეთ ჩვენ Facebook-ს, ჩვენ რა LinkedIn-ი გვაქვს ხო კიდე? Facebook, LinkedIn, YouTube-ზე იდება ეს ეპიზოდები და რამე კიდე სხვა პლატფორმა, რომელიც ოდესმე გვექნება თუ გვაქვს. კიდევ ერთხელ მადლობა, ნახვამდის და შეხვედრამდე.